გამარჯობათ. როგორ დაიხვიეს თითზე ახლა ანწუხელიძის საქმე და თითქოს და ვიღაცამ ახსენა და ვიღაცამ შეურაცხყო მისი სული აცხონოს ღმერთმა ანწუხელიძე გიორგის სული, რომელიც გაყიდეს უნამუსო გათახსიერებულებმა. გაყიდეს იმისთვის, კარგად დააკვირდით, რასაც ვიზახი. ანწუხელიძეს დედა ყავდა ოსი. იქ ახარის კიდე ხუბულური, რომელსაც ძირი ფესვი აქვს ოსური. დააკვირდით, რა ხალხი ყავთ მოგროვილი და ერთად შეშვებული, დანარჩენები არ ვიცი, ვის როგორ და რა ყავთ ოსები. ოსური სისხლი საიდან აქვთ. აი შერეული ოჯახებიც კი დააშორონ ერთმანეთს, საიმისთვის არის ეს გაკეთებული, რომ მაინდა-მაინც ისინი გამოიყვანეს ეკრანზე და მაინდა-მაინც ისინი ჩაუგდეს ოსებს ხელში. იმდენი ასეთი ღალატი მაქვს ნანახი, იმდენი ასეთი მაგათი საქციელები მაქვს ნანახი, რომ ვერაფერს ვერ გამომაპარებთ თქვენ არა კაცებო. ამიტომ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო ქართველობა და საქართველოს მომავალ თაობაო. ვის უდგეხართ გვერდში, კარგად დაფიქრდით. ვისთან ერთად ახართ, კარგად დაფიქრდით, ფაქტებს შეხედეთ, საუბარს უუსმენთ ადამიანის, ნურთ ჩემს ლაპარაკსაც არ მოусმინოთ ჩემსას. საქციელს მოусმინეთ თითოეული ადამიანის და მათ შორის ჩემსასაც. დააკვირდით კარგად. რას ამბობდნენ და რა გააკეთეს. ვითომ ჯარს აძლიერებდნენ, სამხატვრო ჯარი შეგვიქმნეს, შეყარეს ბავშვები, იმდენი ვიდეო გამომიგზავნეს და იმდენი ფაქტები მომიყვნენ, საცოდავი ბავშვები, რომლებიც რო შეიყვანეს და გამოცდილი ხალხის გარეშე დატოვეს, ზოგი ტყეში, ზოგი მინდორში. ჯერ კიდევ ისის გასარკვევია, რატომ მაინდა-მაინც ჰაილუქსის ჯიპები ყველა გაანადგურეს და ერთი გამოაცილეს პირიქით უკან. იმდენ ფაქტებს მოგიყვებით, მალე გაგიჟდებით ხალხი. აი ჰაილუქსი, რომელსაც რო ვერტფრენი, რუსების ვერტფრენი აცილებდა ცხინვალიდან გორის მიმართულებით და არ ესროლა. როგორ ფიქრობთ, ვინ იჯდა იმ ჰაილუქსში? იმ ჰაილუქსში იჯდა ის ადამიანი, რომელსაც კავშირი ჰქონდა მათთან. და იმიტომაც იყო, რომ შეიყვანა ბრიგადა და დაბომბვის დროს დაწყობილი ყავდა ტრიალმინდორში ის ბრიგადა, რომელიც ჩათვალეთ რომ გაანადგურეს ის მეოთხე ბრიგადა. რატო ამაზე ძიება არ მიდის? რატო არ მიდის ძიება, რატო არ წავიდა ძიება იქვე მაშინვე, თუ თავიდანვე არ იყო დამპალი ის თევზი, რასაც ქვია ხელისუფლება. რატო არ დაიწყო ხელათვე ძიება მაგისი? არა, ძიება კი არა, რომელი ბიჭების გადარჩნენ, საცოდავები ძლივს რო დაბრუნდნენ უკან და სხვათა შორის უიარაღო ბიჭები, უიარაღოს ვიზახი, იმიტომ რომ მანქანებია უფეთქეს სიკვდილი წამლით, რაც იყო ჯერ როგორ უწინოდაა გაკეთებული ყველაფერი. მაგარი სტრატეგები. ზაზაგოგავა, შენ ხარ დასახრეტი, შეარაკაცო შენა. შენ სარდალი კი არა, ნაძირალა გამყიდველი ხარ. პირდაპირ გეუბნები, ზაზაგოგავა. შენს კი სერზე ანწუხელიძეს და დანარჩენი ბიჭების თუ ყველა. შენ იმას იძახდი, რომ ცხინვალიდან როგორ რამე ცოდინებოდა კოდორში რა ხდებოდაო, შეარაკაცო, როგორ რატო აიღე თავზე მეთაურობა, რატო ითავე? ან რომელ ცხინვალში შენ იყავი, საერთოდ ბიჭებს არავის არ უნახი ხარ იქ და ბატალიონის მეთაურები არ იყვნენ ადგილზე. ვის სატყუილებ? შენს კი სერზეა მთელი ტერიტორიებიც, რაც დაიკარგა. იმიტომ რომ შენ გენერლის პაგონები გაქვს, შეარაკაცო შენა. დათავრობას კომისიას განსაკუთრებით ბოლომდე უნდა მიიყვანოთ ეს გამოძიება და დაახიოთ ეს პაგონები ამ გამყიდველებს, რომლებიც არ არიან ღირსი. რამდენი გენერალი ყავს ასეთი მოღალატე, მაგალითად ანზორ მარგიანი, რომელმაც კოდორი გამიყიდა, მაგრამ არ ნაძირალამ. რამდენი ხანი უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი?
ანწუხელიძეს რო გაგკივი ხართ, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ანწუხელიძე არის გმირი, თქვენ ხართ ბოზები, თქვენ არაკაცებო. ეხლა შეხედეთ როგორ აქვთ დალაგებული კარგად ჩვენი ქვეყნის მტრებს. მაშინდელი ახალგაზრდობა, ანწუხელიძის თაობა გაგვინადგურეს აი ასე, როგორც გაანადგურეს და ეხლა ახალ თაობას კიდევ ტყუილებს ასწავლიან და ეხლა ესენი უნდა გაანადგურონ. ამიტომ გეუბნებით ახალგაზრდებო, დაწყნარდით, მოვალ მე თქვენთან და მოგიყვებით ყველაფერს პირდაპირ. იქ მოვალ რუსთაველზე. და იქ მოგიყვებით ყველაფერს, თუ გინდათ რომ რამე გაიგოთ. თუ ვისთანა გაქვთ საქმე. თუ გონიათ თქვენის რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ოცნების, ძალიან ცდებით. არა ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ ამდენი წელი ხელი დააფარეს აი ამ გამყიდველებს და აი ამ ქვეყნის დამღუპველებს. აგი რა ვიღოთ ახლა? გამომიგზავნეს, მე იმიტომ მოვითხოვე იმ დროს ვინც იყვნენ ომში, იმ ბიჭებს, იმიტომ ვთხოვე რომ გამომეხმაურეთ მეთქი, რომ მაინტერესებდა ყველაფერი ინფორმაცია აბსოლუტურად. და ბევრი ვიდეოც გამომიგზავნეს და ბევრი ფაქტებიც. 6000 კაცამდე ყოფილა ომის მერე პოლონეთში ჩასული. და მათ შორის ძალიან ბევრი ჯარისკაცი გაგდებული საქართველოდან სააკაშვილის მიერ, რომლებიც ითხოვდნენ ზოგი ხელით დაკარგული, ფეხით დაკარგული ინვალიდები, შეშმო პირები და ჩაეთრა ეს ჩვენი ნაძირალა სააკიანი და დააბეზღა იქ, რომ ესენი ბანდიტები არიანო და დეპორტაცია გაუკეთეთ ყველა გამოყარეთ თბილისში, საქართველოშიო. ანუ ანწუხელიძე რო გადარჩენილიყო, იგივე მოელოდა აქ ამაგას. მაგრამ რადგან ცოცხალი არ მოვიდა და ვისი ბრალია რო ცოცხალი არ მოვიდა და ვისი პიარისთვის იყო ეს გაკეთებული კიდევ რუსების მიერ შექმნილი, ვისაც გადასცეს ხელში მერე, ეს კიდე ცალკე საკითხავია. ნუ თუ დაუბრმავდით კაცო. მაგრამ არ დაუბრმავებულვართ. მე ვხედავ რომ არ დაბრმავებულვა ქართველი ერი ჯერჯერობით. და ის რო აქ რო აკაკუნებენ Facebook-ისა და TikTok-ის ლომები, ესენი აბსოლუტურად ქართველები არ არიან. ამიტომ ქალბატონ თეასაც მინდა მივმართო, ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას სოზარსაც და დანარჩენ კომისიის წევრებს. ეს არის გააფთრებული პარტიზანული ბრძოლა ქართველების წინააღმდეგ, ქართული შრიფტებით, ქართული ლაპარაკით. ესენი არიან გვარგადაკეთებული სომხები, ხასუსვამ. სომხები. მე არც ერთ სომეხს არ ვცემ პატიოს, არც გაქართველებულს და არც არაგაქართველებულს, რომლებმაც არ დაგმეს მაგრამიანის სახელობის ბატალიონი, რომელიც ქართველებს წვავდა, ხვიტავდა და აუპატიურებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. და ზურგში ჩაგვარტყადანა. ვინც ეს დაგმო იმას პატიოს ვცემ, ეს არის ერთადერთი ქალბატონი. არ ვიცი, აცხოვნოს ღმერთად თუ ცოცხალი არ არის. ეს იყო თვითონ ბაგრამიანის ქალიშვილი. უკეწლოვანი ქალი. ხცოვანი ქალი იყო მაშინ, როდესაც რომელმაც გამოვიდა და დაგმო მამაჩემის სახელობის რატო შექმნითო ეს ბატალიონიო. დანარჩენ არც ერთ სომეხს არ დაუგმია ეს. და ამიტომაც არის ეს, რომ დღეს 76,000 ქართველი რეპრესირებულის განცხადება როდევს პროკურატურაში გაჩერებული, იმიტომ რომ ეს პარტიზანული ჯგუფი მოქმედებს ქართველების წინააღმდეგ. იმიტომ არის ის, რომ ეკონომიკის სამინისტროდან ქართველები სიკეთეს ვერ ღებულობთ ვერავინ. იმიტომ რომ იქ არის ის კასტა შექმნილი. შეგვიქმნეს იქ კასტა ანტიქართული, რომელიც რომ ქართველებს არაფერი არ უნდა დაუბრუნოს უკან, რომ შესუსტდეს ჩვენი ერი. რომ დავსუსტეთ, იმუნიტეტი დავკარგოთ და გავწყდეთ და გავქრეთ ამ ქვეყნიდან და საქართველო არ იყოს ქართველების. ვერ ხვდებით არა? ძალიან კარგად ხვდებით, მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებსო რა. გონსმოდით. კიდევ ერთხელ გეუბნებით ახალგაზრდებო. მოვალ თქვენთან.
და გააკონტროლეთ. ვინც ყაყანს დაიწყებს და ვინც პროვოკაციებს მომიწყობს, ისინი არიან იმ სომხების წარმომადგენლები და იმ რუსების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი აფხაზების, ჩვენი ოსების და ჩვენი რუსების და დანარჩენი საბჭოთა კავშირის წევრებთან ურთიერთობას გვიკრძალავენ. ვის არ აწყობს ჩვენი რუსებთან და აფხაზებთან და ოსებთან შერიგება, იცით? ვისაც შავი ზღვა უნდათ რო წაგვართვან, ვისაც ეს დერეფანი უნდათ რო წაგვართვან ქართველებს. იმიტომ რომ ჩვენ მარტო რო ვიქნებით და თვითონ რუსებთან ერთად იქნებიან, მოგვერევიან, რა თქმა უნდა. მაგრამ მარტო ერთ-ერთზე არავის არ უნდა ჩვენთან ბრძოლა, რატომ იცით? ბოლოს და ბოლოს სათავეში მოვა ისეთი ადამიანი და უმაღლეს მთავარსარდალი იქნება ისეთი ადამიანი და ძალიან დიდი იმედი მაქვს დღევანდელისას რო იცოდეთ თქვენ, იმიტომ რომ ქართველია. რომელიც არ უღალატებს ერთს და ფართომასშტაბიან ბრძოლებს კი არ გამართავს არავისთან, იმიტომ რომ ის წამგებიანია ქვეყნისთვის და შეგნებულად რო იწყებენ ხოლმე. ძალიან ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა უკვე. არამედ პარტიზანულ ომს დაიწყებს პირველივე დღიდან. და ვერე ვინ რას დაგვაკლებს საქართველოში სოფლიო დაინახავს. მაგრამ არ გვინდა ჩვენ არავისთან ბრძოლა. ყველა მეზობელი ჩვენი თითქმის ჩვენი სამშობლოს შვილები არიან. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში დაბადებული გაზრდილი ხალხი ვართ ჯერ კიდევ საქართველოში. ჩვენ ერთი სამშობლო გქონდა. გამოდიან და ჩვენ დიდი ხანია ვომობთ რუსებთან, არ დაიწყო 2008-ში ომი. მეტი შენი დედა ვატირე, შენ რა იცი, სად და როდის დაიწყო? მონობის უღელი ვინ ჩამოგახსნა, ვისი მეშვეობით? 29 წელი ვინ იყო ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირის? ვინ ხელმძღვანელობდა იმ რუსეთსაც და თუთხმეტ სახელმწიფოს? ქართველები ხომ არა? და ვისი მონები იყავით? ჩვენ არ ყოფილვართ არავისი მონები. ეს თქვენ ახართ დღეს მონები, რომ დარბიხართ და მონებს სხვებს რო ეძახით. აი სწორედ რომ თქვენ ახართ მონები და პატარა გამოიფერთხეთ ყურები. ვის და ფინანსებით დარბიხართ წინ და უკან. ამიტომ ფაქტებით გელაპარაკებით მე, სხვა არაფერი. ხო, დაკოპირებული აქვთ ასეთი ფრაზები. აი ამ ჩვენი პარტიზანულ მოწინააღმდეგეებს. რუსეთმა რატო შეგიფარა, რუსეთში რატო გაიქეცი, რამოდენიმეჯერ გაგეცით პასუხი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე რუსეთს არ შეუფარები ვარ. რუსეთმა დამაკავა და ვყავდი დაკავებული მანამდე, სანამ კოდორი არ ჩააბარეს, რომ ხელი არ შემეშალა თქვენი პიდარასტის სააკაშვილისთვის. გესმით ახლა? საიდან შემოგიყვანათ რუსეთმა სააკაშვილი? აბა თუ იცით. ვითომ ფოთიდან და ვითომ მაწუნებთან ერთად თვითონ თავად იღებდა, გაექცა ონი რო ეწერა და მე რო წაშალეს ეგრევე და მოსწეს ის არქივებიდან. მარტო მე ვხედავ კაცო ყველაფერს თუ დიბრმავებ თავს. ცხინვალიდან შემოგიყვანეს ის ნაძირალა, რომელსაც თქვენ ელოლიავებით ეგერ ახლა. და საერთოდ ალბათ უნდა შევიკრიბოთ ქართველები და მივადგეთ იმ რა ქვია იმ ჯანდაბა ვივამე დიო თუ რა ჯანდაბა ქვია იმ საავადმყოფოს იმ კლინიკას და თუ არ გადაიყვანეს ციხეზე შევანგრიოთ კედლები შევიდეთ და ლინჩის წესით გავასამართლოთ ეს სამშობლოს მოღალატე. აი ეს იქნება ქართული საქმე. და იქ უნდა წახვიდეთ ახალგაზრდები, რომ თქვენი სამშობლოს მოღალატე იყოს დასჯილი. განცხადებებს აკეთებდიო რუსეთის ტელევიზია, რავით არის რუსეთის ტელევიზიით მე განცხადება არ გამიკეთებია. ჩანაწერები იყო, რომლებიც იგზავნებოდა აქ. და ვისთან იგზავნებოდა და ვინ აქვეყნებდა მაგას. იმათ რატო არ უსვამთ კითხვას? რატო მაინდა მაინც მათთან მოდიოდა ეს ყველაფერი პირები, რომელიც თქვენთან დგას დღეს? მაგრამ თქვენ არა, თქვენ უნდა ებრძოლოთ პატიოსან კაცს, ესა გაქვთ. ამის გულისთვის გაფინანსებენ. პატიოსან ქართველებს უნდა ებრძოლოთ. დააკვირდით კარგად. 2008-ში მედისწავლებები და გაძლიერება ოსების მხრიდან რუსებს ჩამოყვანილი ყავთ 58 არმია და სწავლებებს გადიან, ემზადებიან საქართველოს თავდასასხმელად.
აქედან რა ხდება პარალელურად ჩვენი მხრიდან ასუსტებენ შეგნებულად ჯარებს გამოცდილ ხალხს აშორებენ და პროფესიონალებს და მოყავთ დილეტანტები რისთვის მოსაგებად ომის ამასაც ვერ ხვდებით თუ ომი იყო დაწყებული იმისთვის რომ წასაგებად და ვინ თქვა რომ შვიდში დარვაში დაიწყო ომი აგერ ბიჭები ყოველდღე მწერენ პირველში უკვე გაქანებული ბრძოლები ჰქონდათ ერთმანეთში და ურტყამდნენ ერთმანეთს და რა დავალებებს აძლევდნენ ისიც ყველაფერი ვიცი უკვე ვინ დაიწყო ომი როგორ ამბობ საქართველოს დაიწყო ომი საქართველოს არ დაუწყია ომი საქართველოს დაიწყო რუსეთმა თავისი აგენტურით ხელით სააკაშვილის თამადობით რომლებიც აქ შექმნა საქართველოში შეგვიქმნა იმიტომ მოიყვანა ხელისუფლებაში რუსმა მოიყვანა ხელისუფლებაში სააკაშვილი და არა მარტო ამერიკელებმა შეთანხმებით ურთიერთშეთანხმებით რა თქმა უნდა ვისაც გახსოვთ ამოიღეთ ხმა სააკაშვილი მოიყვანა რუსმა იმისთვის რომ მე აი ესე გაეკეთებია და წაეღო ტერიტორიები ჩვენი მაგნაძირლის მეშვეობით და დახმარებით თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რომ 2008-ში ყოფილიყო ვინმე ვაშკაცი ქართველი უმაღლეს მთავარსარდალი ან თუნდაც ერთი ბატალიონის მეთაური მაინც ყოფილიყო ერთი ბატალიონის მეთაური ნამდვილი ქართველი ვაშკაცი იქიდან ცოცხალს როგორ გამოვიდოდი როგორ გამოხვედით ცოცხლები ბატალიონის მეთაურებო იქიდან და ვერც ერთმა თქვენს თავზე ვერ აიღეთ პარტიზანული დაჯგუფების შექმნა იქ ადგილზე თქვენ ახართ მეომრები თქვენ ახართ ჯარისკაცები მე არაფერს არ ვიძახი ოცეულებზე და ასეულებზე იმიტომ რომ ბატალიონის მეთაურს უნდა გაეკეთებია ეს ყველაფერი თუმცა იქაც უნდა გამოჩენილიყო ვინმე ლიდერი მაგრამ არ ასწავლიდნენ ამას არაფერს ეს იყო სამხატვრო ჯარი ლამაზად ჩაცმული კარგად აღჭურვილი და წინ და უკან ქართველების შესაშინებლად მოკატავე მიყვებიან აგერ ყოველდღე მწერენ მომწერეს ყველაფერი რაც მოხდა ანწუხელიძის შემთხვევაში როგორ გაწირეთ თქვი არა კაცებო ეს ახალგაზრდა ბავშვები როგორ გაწირეთ თქვენ უსინდისოებო მაგათი ცოდვით არ თქვენ და არ თქვენი მომავალი შთამომავლობა არ გაიხარებს მაგათი ცოდვით თქვენ უნამუსოებო და თქვენ დღეს გამოდიხართ გამოგყავთ ეს ახალგაზრდები ატყუილებთ და პირიქით გვიბრუნებთ უკან რომ თითქოს ჩვენ არ ვცნობთ გმირად ანწუხელიძეს ჯერ კარგად შეისწავლეთ რა არის გმირობა ჯერ პირველ რიგში და მე შეაფასეთ გმირობას და ღალატის ყველაფერი აბსოლუტურად ღალატი სულ სხვა გმირობა სულ სხვა აბსოლუტურად მაგრამ არსებობს მისი შუალედიც არ დაგავიწყდეთ რომ არც მოღალატე როა ადამიანი და არც გმირი ის შუალედიც არსებობს და გმირობას კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ გმირობა ცოცხალი გმირი არ არსებობს გმირის წოდებას იძლევა სიკვდილი როგორ მოკვდები როგორ წახვალ ამ ქვეყნიდან როგორ დატოვებ ამ ქვეყანაზე შენ დამპალ ზორს აი იქ იწყება შენი გმირობა და არა მანამდე არაფერი აბსოლუტურად და შეგნებულად რომ შემოაგდებიან იმას რომ ჩვენზე ვითომ ცოცხლებზე დაიწყებენ რომ გმირია არავით არის გმირები ჩვენ არა ვართ არავინ და მით უმეტეს მაშინ როდესაც ჩვენ სააკაშვილი და მისი ხროვა ცოცხალი ყავს მანამდე არ ვერც ერთი ქართველი ვერ იქნება გმირი ვერც ერთი მაბადიეთ ემოციისთვის ზვირფასო მეგობრებო მაგრამ ამოსულია ყელში უკვე ყველაფერი ამდენი თამაში ეგერ უყურებდით ახლა გუშინ სხვათა შორის გახარიას უყურებდი და გახარიაზე ნაწყენი ვარ ძალიან მაგრამ კითხვა დასვა მაგან კარგი რომელსაც ყველამ არიდა თავი რატო ჩამოიყვანეთ და რატო დასვით გავრილოვით იმ კრესლოში პარლამენტში აი ამას გაეცეთ ჯერ პირველ რიგში პასუხი და ისინი იმათან ზღვევიეთ ჯერ პასუხი აგებიეთ იმ ხალხს ვინც გავრილოვი ჩამოიყვანა და გავრილოვსა და ელენიკოს ერთი ხელით რომ მართავდა რატომ არ აჩვენებენ იმ კადრებს რომ მე რო ჩაუვარდი გავრილოვს
და რომ ველაპარაკები რომ ეს მოსკოვიდან იყო დაგეგმილი ყველაფერი და ეს ელენე ხოშტარია, ეს მოსკოვიდან რომ იმართებოდა და ნაციონალური მოძრაობა. რატო იმას არ აჩვენებენ? რატო არ აჩვენებთ თქვენ სუსი გეკითხებით? თქვენ გაქვთ ის კადრები ყველაფერი. მაგრამ არა, თქვენგან მოდის ყველაფერი უკაცრავად პასუხია, მაგრამ სუსი თქვენს კისერზეა ყველაფერი, აბსოლუტურად. ის მოღალატეებიც, ის საწოდავი გმირიც, გმირები, რომლებიც აღარ დაბრუნდნენ სახლში და დღეს როგორ იკითხა თურმე წულუკიანმა, რომ რატომ არ არის სახლში ანწუხელიძეო. მთელი საქართველო კითხულობს მაგას. რატო დაიღუპნენ ის და რატო ჩაიხოცნენ ის ბავშვები და რატო გადარჩა ის ნაზირლები, რომლებიც ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდნენ. არის ასეთი წესი, მეომრის წესი არის ასეთი. თუ მოწინააღმდეგესთან ომს წააგებ, ანუ შენი გეგმით, შენი დაგეგმილი საქმით და ვერ შეასრულებ შენს დავალებას, იმის გამო რომ მსხვერპლი ყავს, შენ თავს უფლებას არ აძლევს სიცოცხლის და თავს იკლავ. ესა ხედრული სიმამაცე. თუ ტყვედ გიგდებენ მოწინააღმდეგე მხარე, თუ ხარ მატარებელი შენ საიდუმლოების, თავს იკლავ, რომელიც დაშვებულია ქრისტიანულადაც, რომ შენი ქვეყნის საწინააღმდეგო ინფორმაცია არ მიიღოს შენმა მტერმა. ეხლა რომ ეკითხებით თქვენ ნაძირლებო, რატო წახვედი რუსეთშიო? მე არ წავიდოდი ნახდარ და არ მოხვდებოდი რუსეთში, იმიტომ რომ იქ არ ჩავიდოდი სალაპარაკოდ მაგათთან. მე რომ რაიმე საიდუმლოების ინფორმაციის მატარებელი ყოფილიყავი. ისიც არიცით, წაიკითხეთ, როდიდან შეწყდა ჩვენ შორის ბრძოლა და ომი. იქ რო შეიტანეთ თქვენა ბოზურებო ბოდიში პუბლიკასთან, რომ 93 წლის 27 სექტემბერს დამთავრდა ომიო. დათვალეთ 1993 წლის 27 სექტემბრიდან 2006 წლის 25 ივლისამდე რამდენი წელია გასული? მე რუსებთან ბრძოლის დროს კი არ გადავსულ ვარ იქით ამ მხარეზე. ქართველები წამოხვედით ჩემთან საბრძოლველად და იმიტომ წავედი. მე მეგონა რომ აი ამ ხმაურით და იმით გაგაჩერებდით და აირიდებდით სისხლის ზღვას და თურმე თქვენ მოლაპარაკებული ხართ რუსებთან რომ რაც შეიძლება მეტი სისხლი დამეღვარა მე იქა. მაგრამ ვერ მოგართვით. კიდევ ერთხელ ბოდიშს მოგიხდით, მეგობრებო და ეხლა ისეთი რაღაცა ვნახე,